საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი შეიქმნა. პირდაპირ ეთერში ვთავთ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრეზენტაციას. მოგესალმებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო წარმოადგენს ელექტრონულ პორტალს ikalath.gov.g, სადაც განთავსებულია საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების მიერ საუკეთესო შემოთავაზებები ერთიან ციფრულ პლატფორმაზე. პორტალზე განთავსებულია 13 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მომხმარებლის საოჯახო კალათაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეს 13 საბაზისო პროდუქტის შესახებ საუკეთესო შემოთავაზებები, რაც ფიზიკურად გააჩნიათ სუპერმარკეტების ქსელებს საკუთარ ქსელებში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საქართველოს პარლამენტის სურსათის ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული იქნა დასკვნა, რომლის ფარგლებშიც კომპლექსურად იქნა შესწავლილი FMCG სექტორი და წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები და ნაბიჯები, რომელიც მოიცავს საშუალოვადიან, ძელვადიან და მოკლევადიან ღონისძიებებს იმისთვის, რომ აღნიშნული სექტორი გახდეს უფრო ჯანსაღი და კონკურენცია იყოს უფრო აქტიური, რაც ბუნებრივია ესახება მნიშვნელოვანი პროდუქტების ფასებზე. მოკლევადიანი აქტივობების ნაწილი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში მოქმედმა სუპერმარკეტებმა დაიწყეს საკუთარ ქსელებში მოქალაქეებისთვის ძირითად საბაზისო პროდუქტებზე საუკეთესო შემოთავაზებების ორგანიზება და დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვს საშუალება, რომ მაღაზიების ქსელებში შეიძინონ ბევრად უფრო ნაკლებ და საუკეთესო ფასად აღნიშნული პროდუქტები. ამ ღონისძიების ფარგლებში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დაევალა, რომ შეექმნა ერთიანი პლატფორმა, ელექტრონული პლატფორმა, სადაც თავს მოიკრიდა აღნიშნული შემოთავაზებები, რაც ჩვენს მოქალაქეებს, მომხმარებლებს გაუადვილებს ორიენტირებას თუ რომელ ქსელში რა პროდუქტზე არის საუკეთესო ფასი და მოგეხსენებათ, რომ ინფორმირებული მოქალაქე ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტურად შეარჩევს იმ ქსელს, სადაც შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი როგორც ერთი პროდუქტი, ასევე ის კალათა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პორტალი არამხოლოდ მოქალაქეების ინფორმირებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ხარს დაუჭერს ქსელებს შორის კონკურენციას და კონკურენცია არის ის მექანიზმი, რომელიც ქსელებს მისცემს საშუალებას ყოველთვის კონდეთ საუკეთესო ფასები და შემოთავაზებები ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს აღნიშნული პორტალი და თქვენთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კატეგორია აღნიშნულ პორტალზე, თუ როგორ შეიძლება ნავიგაცია და ეს ძალიან მარტივია ყველა მოქალაქისთვის. აღნიშნული პორტალი, რა თქმა უნდა, არის განვითარების რეჟიმში. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მარკეტების ქსელებისგან და ისინი ოპერატიულად გვაწვდიან საკუთარ ქსელებში არსებულ საუკეთესო შემოთავაზებებს, რაც აისახება აღნიშნულ პორტალზე. მომავალში ასევე გეგმავთ, რომ იმ ადამიანებისთვის რომ უფრო ფართო მომხმარებლებზე გავიდეს აღნიშნული ინფორმირება, გვაქვს მოლაპარაკება გარკვეულ მაუწყებლებთან და გარკვეულ სატელევიზიო ფორმატების შეგნასთან დაკავშირებით, სადაც განახლებული ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად ტელეფონის საშუალებით უნდა რომ მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია, იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გაამარტივებს ამ პროცესს. თუმცა ტელეფონის საშუალებით დღესაც შესაძლებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია. უშუალოდ საიტის და ვებ-პორტალის ikalath.gov.g-ის პრეზენტაციაზე რომ გადავიდეთ, თქვენ ხედავთ, რომ ამ ეტაპზე განთავსებულია 12 სუპერმარკეტის ქსელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძირითადი დასახელების და საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე, რომელსაც ბევრი მოქალაქის საოჯახო კალათაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და საკმაოდ დიდი წილი აქვს მთლიანობაში გაყიდვებში. ამ ეტაპზე 12 სუპერმარკეტის ქსელია, თუმცა შეიძლება სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ ქსელი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. გვაქვს ამ ეტაპისთვის განთავსებული 227 საუკეთესო შემოთავაზება და ასევე ვხედავთ, რომ არის 13 ძირითადი სასურსათო პროდუქტი, რომელიც კატეგორიების სახით არის განთავსებული აღნიშნულ საიტზე. თქვენ ჩვენ შეგვიძლია რომელიმე მათგანში შევიდეთ და ნახავთ, რომ მაგალითად კონკრეტული ქსელების მიხედვით რა ტიპის პროდუქციაზეა საუკეთესო შემოთავაზებები, ვხედავთ მაგალითად პროდუქტის კატეგორია რა ვიყოთ მაკარონი, შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად ფქვილის შემთხვევა, აგიგივე ნებისმიერი მაგალითად გაცმის პორცია, ნებისმიერი სხვა. შემდეგი სლაიდი რო ვაჩვენოთ, დავუბრუნდეთ თავის საწყის ვებგვერდს. ასევე პორტალის საშუალებას იძლევა, აი ცოტა ქვემოთ რომ
ჩავიდეთ. კატეგორიების მიხედვით ჩანს ყველა ლიდერი მაღაზია და ყველა ლიდერი მარკეტების ქსელი თუ სად არის საუკეთესო შემოთავაზება და საუკეთესო ფასი კონკრეტულ პროდუქციაზე. პირველი კატეგორია არის ყველა და რიგითობის მიხედვით არის დალაგებული კონკრეტული მაღაზიები, სადაც პროდუქტის კატეგორიების და ფასების საუკეთესო შემოთავაზებების მიხედვით არის აღნიშნული განთავსებული. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაგალითად ნებისმიერ კატეგორიაში და ასევე ნებისმიერი კატეგორიის არჩევის შემთხვევაში პირველ ხუთეულს გვაძლევს თუ რომელი მარკეტის ქსელში შეგვიძლია კონკრეტულ ფასად, ეს იქნება აქციის თუ მუდმივი ფასების ფორმატში მიიღოს მომხმარებელმა ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მე ვფიქრობ, საოჯახო კალათა, თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ შექმნას საკუთარი კალათა, გარდა იმისა, რომ ეხა შეიძლება ერთი პროდუქტის გამო და ბევრი ადამიანი ქსელში არ მიდის ერთი პროდუქტის გამო, მას სჭირდება რაღაც პროდუქტების ერთობლიობა, ამიტომ იმისთვის რომ საუკეთესო კომბინაცია საუკეთესო შემოთავაზებებით იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ადამიანისთვის, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ რამდენიმე კატეგორია, მაგალითად მაკარონი, რძე, კარაქი, ზესუმზირის ზეთი და თუ ამ 4 პროდუქტის შემთხვევაში მე მსურს რომ მივიღო ინფორმაცია საუკეთესო შემოთავაზების შესახებ კონკრეტულ ქსელში, ჩვენ ამნახეთ რომ აი კონკრეტული ქსელი, რომელსაც გააჩნია საუკეთესო შემოთავაზება, შეგვიძლია ვნახოთ მეორე ქსელი რომელიც ასევე შეგვიძლია ჩამოვშალოთ და აქაც კონკრეტული ფასებით მოგცა კონკრეტული კომბინაცია. ეს ვფიქრობ რომ ინფორმირების ძალიან კარგი წყაროა ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმისთვის რომ მიიღოს ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ინფორმირებული არჩევანის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მიიღოს გააკეთოს მნიშვნელოვანი დანაზოგი და ასევე ვფიქრობთ რომ პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის. მე დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნული ქსელები ყოველთვის შეეცდებიან რომ მოქალაქეებისთვის კონდეთ საუკეთესო შემოთავაზება. ჩვენი უწყება ამ კუთხით ამ მსგავსი ტიპის ფორმატების შექმნას ძალიან ყურადღებით უყურებს და ეს არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება სხვათა შორის. მას შემდეგ რაც სოფლიოში დაიწყო სასურსათო პროდუქტებზე ჯაჭვში გარკვეული ფასების ზრდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში დაიწყეს ფიქრი მსგავსი ტიპის რესურსზე და ეს არა მხოლოდ გულისხმობს იმას, რომ ვიცოდეთ და ინფორმირებაცია გქონდეს საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ, ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასების გამჭირვალობამ და მოქალაქის ინფორმირებულობამ უზრუნველყოს უფრო მეტი კონკურენცია აღნიშნულ სექტორში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო კომისიის სასურსათო ფასების შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც თქვენ იცით, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, სადაც ბუნებრივია კონკურენციისა და მოხმარების სტატუსის სააგენტო მზად არის რომ აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ ასევე მინდა გითხრათ და თქვენთვისაც ცნობილია რომ ვახორციელებთ აღნიშნული სფეროს მონიტორინგს. ეს პორტალიც მოგცემს აქტიური მონიტორინგის საშუალებას დამატებითი რესურსის სახით და აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მუდმივად პერიოდულად ვაქვეყნებთ FMCG სექტორში არსებულ ტენდენციებს და ვაფასებთ კონკურენციის ხარისხს. აღნიშნული ქსელები და ზოგადად ორგანიზებული ბაზრის წილი ჩვენი შეფასებით მთლიან ბაზარზე, რომელსაც FMCG მოიცავს, დაახლოებით 65%-ის ფარგლებშია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ამ მაჩვენებლების ზრდის ხარჯზე მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და აქტიური კონკურენცია აღნიშნულ სექტორში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკრეტულ პროდუქტებზე, კონკრეტულ კატეგორიებზე იყოს ბევრად უფრო სამართლიანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები. ჩვენ მომავალში ვფიქრობთ ასევე, რომ აღნიშნული პორტალი გარკვეული დამატებითი ფუნქციები შეიძინოს. თვლით რომ პორტალზე იქნება ინფორმაცია ყოველთვიური დანაზოგების შესახებ, თუ აღნიშნული საუკეთესო შემოთავაზებებით ჩვენმა მოქალაქეებმა რამდენი დაზოგეს კონკრეტულად აი იმ ფასდაკლებების თუ საუკეთესო შემოთავაზებების შედეგად, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი. ეს არის ძირითადი ინფორმაცია ჩვენი მიერ წარმოდგენილი ელექტრონული პორტალის შესახებ, რომელიც მოიცავს საოჯახო კალათის
შემავალ ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქციებზე ქსელების მხრიდან საუკეთესო შემოთავაზებების ორგანიზებას. ჩვენ ქსელებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს პარლამენტთან და ბუნებრივია შემდგომი ნაბიჯებიც განვითარების კუთხით აღნიშნულ პორტალთან დაკავშირებით იქნება უზრუნველყოფილი და მზადა ვართ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეკომენდაციისთვის, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ხელმისაწვდომობას და გააუმჯობესებს ამ პროექტის ეფექტურობას.